გაიცანით. ეს არის FPV drone. სახელად ნაზგული. ეს იქნება მისი განკუთვა. სადაც ვისაუბრებთ მის სპეციფიკაზე, როგორი დრონი არის, თავისი ზომით, თავისი სპეციფიკებით. ბევრი საინტერესო რამ გველის, იმიტომ რომ მსგავს დრონს მე უკვე დიდი ხანია ვფლობ, ეს ჩემი მეგობრისთვის არის. და ასევე რა თქმა უნდა გვექნება ფრენის ვიდეოები, პირველი ფრენის ვიდეოები იმ პილოტისთვის, ვისაც ეს დრონი არის შეძენილი, აწყობილი დრონი არის. მოდით შევხედოთ რა მოყვება. ნაზგულის თავისი 4 პროპელერი და მეორე წყვილი 4 პროპელერი. მოკლედ 2 წყვილი გვაქვს. ასევე იყიდება მიმღების გარეშე ეს არის ILRS მოდული, რომელსაც აუცილებლად დავამაგრებთ, რომელსაც გაჩვენებთ. ეს არის მისი კომპლექტაციის მცირე ნაწილები. ეს არის რეზინა, რომელსაც გამოვიყენებთ ბატარეების ადგილზე დასაყენებლად. ერთიც არის დამატებითი ბოლტი პროპელერისთვის. რა თქმა უნდა, სათადარიგო ბალთა. თავის დამატებითი შეიძლება დაგჭირდეთ, გამოგადგეთ სამოავლოთ უფრო ვიდრე ახლა, მაგრამ მაინც პატარ-პატარა ელემენტები, ბოლტები. ანტენა, iFlight-ის ორიგინალი ანტენა, რომელსაც საერთოდ ზოგადად გირჩევთ რომ უფრო გრძელი იყიდოთ თავიდანვე. თავიდანვე, მაგრამ საკმაოდ მუშა არის. ჩემთანაც დიდი ხანი იმუშავა, მაგრამ მე ბოლო მოვუხდი. სხვანაირად არ გამოვა FPV ჰობიში. ეს უშუალოდ პროპელერების სამაგრები. გაჩვენებთ ამასაც მოგვიანებით როგორ კეთდება. და რაღაც, ვიცი რა არის იმათი გითხრათ. სამოდ გავიყვებით. რეზინები. ეს ალბათ უფრო ILRS-ისთვის შეიძლება თავებზე. რა ვიცი. ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ. მოკეთ მოვათავსოთ აქ. ამოვიღოთ ჩვენი ლამაზმანი ნაზგული. გაფორცდები ნაზგული ეკო ეწოდება. ულამაზესი დრონი არის 5 ინჩიანი, რომელიც არის აღჭურვილი ძალიან ძლიერი 1 და 6 ვატიანი ვიდეო გადაცემის სისტემით, iFlight Blitz-ი. ძალიან მაგარი შიგთავსი აქვს ტვინი, სახელი არ მახსოვს. მოკლედ ავწერ ესე ნაზგულში გადის თორსები და პატარა ბუზერი, რომელსაც რა თქმა უნდა უკეთეს ვისურვებდი. თუმცა არ რთული არის მოწყობა, ამასაც მივხედავთ. ოკეი, კამერა Race Cam-ის ძალიან კარგი კამერა არის, სხვათა შორის სიგნალებშიც ძალიან კარგად ხედავს, თითქმის low light-ი არის. დანარჩენ დეტალებს უკვე შეგიძლიათ ნახავთ, თუმცა დავშლით. გაფრთხილება, გიფრინეთ უსაფრთხოდო და იყავით პასუხისმგებლიანი ხალხი. კი ბატონო, საქართველოში ყველა FPV პილოტი ასეთი. სხვადასტური. თუ შენ არ ხარ ის FPV პილოტი, რომელიც პასუხისმგებლიანია. ვიცოდე ბიძია ჰაგრიდი მოვა და დაგჭის. ეს პაწუა არ ვიცი რისი არის. ნახოთ. შევხედოთ იქნებ რამეში გამოვადგეს ხوارა და მომრავი სხვა გვაქვს. ასევე ინსტრუქცია, რეგულაცია, კიდევ ერთი დისკლეიმერი. მადლობა, გავიგეთ. აიხარეთ. და ძალიან მაგარი სტიკერები. ეს სტიკერები პილოტს მოწავართო. მოდით დავიწყოთ ახლა უშუალოდ ნაზგულის აწყობით. ჯერ შევხედოთ რა გვაქვს, ყველაფერი კარგად არის. მოვაშოროთ ეს მოტორის მოძრაობის მიმართულებები რეკომენდირებული, როგორც ხედავთ. და დაპროგრამებული სახლა ამ ეტაპზე არის 100. თუმცა ამის შესვლა შეიძლება beta flight-ში, ამასაც აუცილებლად გაჩვენებთ. ჩავიწერ მაგაზე ვიდეოს ცალკე. აჩნი, ამ შემთხვევაში ეს არის კონფიგურაცია გარეთ ბრუნავი პროპელერების, რაც ასევე თავისი მიზეზები აქვს, ძალიან ბევრი პლუსები აქვს, მაგალითად, როდესაც შიგნით ბრუნავს პროპელერი. არის დიდი შანსი, რომ დიდი არა, მცირე შანსი, მაგრამ მაინც შანსი, რომ რაღაც ფოთოლი, რაღაც ნაგავი მიეკვრება კამერას. ხოლო გარეთ როდესაც ბრუნავს, აი ასე, ამ შანსი მინიმიზირებულია. კიდევ გაფრთხილებები, ძალიან კარგია, რომ საფრთხეობას უყურებენ, მაგრამ ამდენიც warning, ამდენი disclaimer-ი და ამდენი
არ გჭირდება. ჩვენი ცეცას საბატარეო დაბრუნებულია. ეს კალდებიც მოვაძროთ. ეს არ გჭირდება. ეს დამცავები რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. არ ერთხელ გადაურჩენი ვარ პირდაპირ დამაკავშირებელი კაბელის გაწყვეტას. კარგი, უნდა დავშალოთ. მოვხსნათ თავი უბრალოდ კი არ დავშალოთ. თავი. This is a masterpiece. ნამდვილად. ეს ბუზერი არ მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ. საერთოდ არ მომწონს. ბუზერია, მას გამოსცემ, მაგრამ ოკეი. Radio Master-ის იელერეს ვიყენებ. 20 GHz-იანი, რომელიც საკმარისად მეტი იქნება ამ დრონისთვის და მისი ოპერატორისთვისაც. კი ბატონო, ძალიან ლამაზი, ძალიან საყვარელი და ძალიან ეფექტური. GPS თემაში მოგამაშია, რომ აქვს სპეციალურად გამზადებული წინასწარ GPS-ის მაუნტისთვის ძალიან კარგი სამაგრები. ეს კარგად ნაჩანდეს, აი ამ ადგილებში მაგრდება. მე მაქვს დამაგრებული უშუალოდ ერთ-ერთ სხივზე, მაგრამ არ არის კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნებისმიერ დამტრევაზე დავკარგავ GPS. საბედნიეროდ ბოლო რამოდენიმე თვე არ დამტრევობ ისე რომ დამეკარგა, თუმცა დავიტვერი მაინც. რა ვშავს. ერთი ვიდეო თუ არ იპრევი, ესე იგი არ დაფრინა. ან დაფრინავ ზედმეტად რბილად, ზედმეტად არათამამად და ნუ მოკეთ. ეგრეთ ვინა არ ვიყე ამბავ. საქართველოს ძალიან რთული არის ვიპოვოთ. კარგი კალა. მე ვერც ვნახე და პავლატიდან ჩამოვიტანე. ძალიან კარგი არის. ისევ არის კაინას ვერსია ლურჯი, რომელიც AliExpress-დან შეგიძლია და სხვა ადგილებიდან გამოიწერეთ. ეს კი თემის თავარია. ამიტომ დიდად გულგება არ მივაქციოთ მას. კი ბატონო. მოშორეთ მეტი რაც არიზეთ. ცოტათი დავსვარო თავიც. ეგარ იდეალურია. კი ბატონო, ეს არის გონდელ ჩვენს არჩილავის სამუშაო რაც იყო. კარგია. სანაპიროად შევაერთეთ ბატარეაზე. ეს ბატარეა 300 მAh-იანი CNHL-ის ძალიან კარგი, უკვე 1 წელია მუშაობს ჩემთან. Smoke stopper-ით. Smoke stopper-ი თუ არის ხალხო რა არის, დაწერეთ კომენტარებში და მე თქვენ აღიხსნით. ესე იგი, smoke stopper-ი მაგ ძალიან მარტივი. თუ რაღაცა იქნება, უბრალოდ გადაიწვება. დავიდოს ახალის ლოდინი. მაგრამ იმედი არაფერი არ იქნება. რომ აწყობილი დრონია. Das ist gut. Das ist very good. იელერესიც ჩაირთო. იელერეს თავის ადგილზეა. ბლიცი აენთო, კი ბატონო. ყველაფერი ანთებული. ძალიან კარგი. ეხლა თქვენ დროა გადავიდეთ Betaflight-ში. მოკლედ ვაგრძელებთ თან ვაგრძელებთ ძალიან კარგად. აი ხა შევაერთოთ ჩვენს FPV drones ნაზგულს. Betaflight-ში დაკავშირება და დავიწყოთ შემოწმებები. პირველი თუ არის პოზიციონირება სწორი, რა თქმა უნდა, Betaflight-ს რაღაცები არის შრება კონფიგურაციებში. კი ბატონო, ბატარეაში გასაგებია სტანდარტული მოცემულობა გვაქვს, fail-safe არ გვაქვს. receiver-ში დავაკავშირებ ცოტა ხანში ILRS. მოთმახამდეც მოკლედ ძალიან არაუდარეული გვაქვს, მეორე მიკროფონიც კი გამოჩნდა ვიდეოში. უცებ დავაბამ ახლა Z პროპელერებს. პროპელერებიც ისევ iFlight-ის როგორც გვახსოვს ეს მოტორი ან წინა მიმართულება გვაქვს ასეთი ბრუნავს გარეთ ესეც გარეთ
შესაბამისად ვირჩევთ სწორად მიმართულ პროპელერებს. ამ შემთხვევაში პროპელერს ახატია საით არის მისი მიმართულება, ზოგს არ ახატია, მაგრამ ძალიან მარტივი არის, როგორც კი ვახს დამოღარ ძალიან მარტივად. უკვე ავტომატურ დონეზე შეძლებს მის დატენებას მეტი მაჩვენებლების გარეშე. Ну, ეს ორი ყოველთვის მოძრაობს ერთი მიმართულებით, ანუ ეს თქვა მოძრაობს, ესეც აქეთ მოძრაობს და შესაბამისად აქეთაც იგივე ოდიხ დაუჭიროთ კარგად. Ну, რა თქმა უნდა, რაც კარგად დავუჭიროთ. ისე, მაგრამ არა აუცილებელი რომ გადავუჭირო რაღაც გიჟივით ატეხვამდე. არა ეს ეგეთი საფრთხე მოძრება, თუ გადავუჭირეთ კარგად. ესეც უკვე საკმარის საქმეა. საკმარის ეს არის მოტორები ადგილზეა. პროპელერები სწორად. ეხლა გადავალთ GoPro-სთან, რომელიც გადაიგებს მის ფრენას. მოკლედ, პირველი ფრენა indoor რეჟიმში. ძალიან კარგად იქნა. 30 მტერი იყო შემოსახში. აი შეაწია. შესაბამისად გავდივართ ტექნიკურ პაუზაზე. მოკლედ. ეს არის და ეს. თუ რაც გაინტერესებს, შეგიძლიათ შემოხატოთ. აბა, შეგვიძლია.